საღამო მშვიდობისა. შაბათს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ალო. გამარჯობა. გამარჯობათ. ეს ტელეფონი ნახე ინტერნეტში. გისმენთ? რა ჯდება 1 საათი? 1 საათი ჩემი ბინით 100 ლარი. ვიღაცა მთვრალი კაცები მოდიოდნენ, გაგინებდნენ, მე ადგავდნენ, ცემდნენ. ესე იგი 1 საათი 60, ხო? ეს შეშლო 50. ჩვენი კამერა ქართული საროსკიპოს ლაბირინთში. არალეგალური, მაგრამ ყველაზე გავრცელებული საქმიანობა. ორსული ქალი მეძავად და 11 წლის ასაკიდან დაწყებული პროსტიტუცია. სიამოვნებიდან დიდ უსიამოვნებებამდე. უსაფრთხოა თუ არა თბილისში მეძავების მომსახურება. უნდა იყოს თუ არა საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული. პროსტიტუცია საქართველოში და სექს ინდუსტრია ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებში. გაუკონტროლებელი სექსი. მეძავები თბილისის ქუჩებში და საროსკიპოები. ჩვენი კამერა ამ დაწესებულების ლაბირინთებში. ჩვენი გადამღები ჯგუფის მოგზაურობა საროსკიპოებში. პროსტიტუცია საქართველოში უნდა იყოს თუ არა ის ლეგალიზებული. უნდა შედიოდეს თუ არა შემოსული თანხა ბიუჯეტში. პროსტიტუცია რამდენად კარგად ვიცნობ პრობლემას. ლეგალიზების მომხრეები და მოწინააღმდეგეები. დღევანდელი ვითარება. ჩვენი რეპორტაჟი. ორსულობის მიუხედავად სხეულით ვაჭრობას არ ერიდებიან. ასეთ სურათს თბილისის ნებისმიერ უბანში ნებისმიერ დროს ნახავთ. თავარია ხალხმრავალი ადგილი და გადატვირთული მოძრაობა იყოს. მათთვის ყოველი დილა საშოვარზე გასვლით იწყება. მეძავები არა მხოლოდ ღამით, დილით საათებშიც მუშაობენ. სხეულით ვაჭრობენ როგორც ახალგაზრდები, ასევე ასაკოვანი 60 წელს გადაცილებული ქალბატონები. ამუნა ასამს ხო? სუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს საქართველოს კანონი მსუბუქად შის. სხეულით მოვაჭრე გაფრთხილებით ან მიზერული თანხით ჯარიმდება. მაგრამ პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის მიცემა მკაცრად ისჯება. ასეთ პირს ეგრეთ წოდებულ მამაშას ან სუტინიორს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მკაცრი კანონის მიუხედავად თბილისში არალეგალურად 100-ზე მეტი საროსკიპო ფუნქციონირებს. ბორდელები ქალაქის როგორც პრესტიჟულ, ასევე გარეუბნებშია გაფანტული. სხეულით მოვაჭრეთა დაწესებულებები ძირითადად სასტუმროებში, საუნებსა და კერძო ბინებშია განთავსებული. მომსახურების დონე კი საროსკიპოების ხარისხსა და ფასზეა დამოკიდებული. გამოცდილი სექს მუშაკები ბორდელებში შესულ მამაკაცებს სხვადასხვა სახის სერვისს თავაზობენ. ეგრეთ წოდებულ ელიტურ ბორდელებში კი კლიენტებს ძირითადად სლავიანური წარმოშობის სექს მუშაკები ემსახურებიან. Нет, можно, да? Да, конечно. Еще есть девочки? Но только я и вот Оля, что пришла. Еще 2 есть, но они ушли с карту. თითოეულ ასეთ საროსკიპოში საშუალოდ 20-მდე ქალბატონია დასაქმებული. 1 საათიანი მომსახურების ფასი 40 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს. ფასები ფიქსირებული არ არის. ამიტომ შევაჭრება და 10-20 ლარით დაკლებად შეიძლება.
შესვლასთან დაკავშირებით საროსკიპოში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. სექსმუშაკები ნებისმიერი ასაკის მამაკაცს და მოზარდს მოემსახურებიან. ერთი პირობით დამცავი საშუალებების გამოყენება აქ სავალდებულოა. როგორი მომენტია იცი პირველად მომდეჩი და სადა დაიწყო მაგის პრობლემა არა ნამდვილად მაგრამ განსაკუთრებული არ გავაკეთე არა იქ იგება ყოველგვარი გეხოცებოდეს იქ დამოვა ფაქტორია და რაღაცა და რამე ინფექცია რაღაცა არა უნდა დაემართოს ჯერ ინფექცია დაემართება დამცავით ხდება ყველაფერი ო მე მიწის მეტად რაღაცა სწავლი მოხდა და ყველა აბსოლუტურად არის შემოწმებული და ყველასა თავის ჯანმრთელობის და ძოვი აქვია აბუჩია სექსოლოგების, ფსიქოლოგებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ნაწილი საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეა, რადგან ლეგალიზაციის შემთხვევაში დაცული იქნება მეძავების უფლებები, შემცირდება ვენერიული დაავადებები. სახელმწიფო ბიუჯეტში კი რამდენიმე ასეული მილიონი ლარი შევა. მაღაზიაში ვიდოთ, ყოველთვის გადაიხდება DGG, ეგრეთ წოდებული, დამატებული ღირებული საქმე, რომელიც მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. ამ შემთხვევაში ამას ადგილი არ აქვს. ესე იგი, სახელმწიფო იჩაგრება ხო, როდესაც არ არის კონტროლირებადი ეს პროცესები. ანუ იქ, სადაც არ არის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცეული სიძვა, ანუ ლეგალიზებული, sadაც არ არის პროსტიტუცია, იქ სახელმწიფო საკლდება DGG, რომელიც თავისუფლად შეეძლო აიღოს სახელმწიფოს. აი ეს სახელმწიფოს მაგრად ეს ფული ხდება კერძო ჭიბეებში. საზოგადოების რა ნაწილი ემხრობა პროსტიტუციის ლეგალიზებას? ერთ-ერთი ასეთი კვლევა 9 წლის წინ ჩატარდა. გამოკითხულთა 70% მაშინ ლეგალიზაციის წინააღმდეგი იყო. ამ საკითხზე თავის აზრს გამოთქვამენ სასულიერო პირებიც. უფლება აქვს რომ კაცმა იმრუშოს რაღაც ესია საქართველოში მიღებული ეს რანდა რა გამართლებული მინდა იმ კაცებს კითხო რომ მის მეუღლეს რო დადიოდეს ვინმე და ის მის მეუღლეს რომ მოუნდეს რომ სხვა კაცი ყავდეს რამდენად მიიღებენ ეს ადამიანები ამას და რამდენად მისაღები იქნება მათთვის ეს რომ მის მეუღლეს მრუშოვდეს მის მეუღლეს დადიოდეს ან სხვა ადამიანთან სხვა კაცთან პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე საუბარი საქართველოში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ამ თემაზე დისკუსია 90-იან წლებშიც გაგრძელდა. ლეგალიზაციის მომხრეების არგუმენტი ასეთი იყო: სექსმუშაკების ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აკონტროლებს. საუნებსა და საროსკიპოებში კი ხშირი იყო სხვადასხვა მძიმე დანაშაულის შემთხვევები, მეძავებსა და კლიენტებზე ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშწორება და მკვლელობები. იყო როცა მე პარლამენტში ვიყავი რამდენიმე უმძიმესი ფაქტი, როცა ამით ძალიან კარგად სარგებლობდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები. ეს იყო არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ სხვა რანგის ადამიანები, რომლებიც სტრუქტურებში მუშაობდნენ და ისინი პრაქტიკულად აი ამ სიტუაციას სათავისოდ იყენებდნენ. ეგრეთ წოდებული სექსმუშაკების რაოდენობა საქართველოში განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა. 90-იან წლებში კი საზღვრების გახსნის შემდეგ საროსკიპოები ძირითადად ცენტრალურ ავტომაგისტრალებთან მოაწყვეს უცხოელი ბრძოლებისთვის. კვლევების მიხედვით უმრავლესობამ სხეულით ვაჭრობა მძიმე ეკონომიკური პირობების გამო დაიწყო. ჩატარებული კვლევების მიხედვით ძალადობისა და მუქარის შედეგად პროსტიტუციაში არასრულწლოვანებიც არიან ჩართული. სხეულით მოვაჭრეების ასაკი 11 წლიდან იწყება. კვლევების თანახმად სამწუხაროდ არიან არასრულწლოვნები ჩართულები. ვერ ვიტყვით რამდენად არიან ისინი ძალადობით თუ ძალადობის გარეშე. რა თქმა უნდა პირველ რიგში რისკის ჯგუფს წარმოადგენენ ეგრეთ წოდებული ქუჩის ბავშვები. მე ძალიან კარგად მახსოვს ეს შევარდნაძის პერიოდში, როცა აი პეროვსკაიას ქუჩაზე განლაგებულ რესტორნებში თუ კაფეებში
იკრიბებოდნენ მაღალი ჩინოსნები და იქ ღამე სადღაც 2 საათის შემდეგ მიკროავტობუსებით მოყავდათ არასრულწლოვანი ბავშვები. ერთხელ მე ამისი მომსწრეც კი ვიყავი, რადგანაც სპეციალურად ჩასაფრებული ვიდექი იქ და დავინახე ეს, რა თქმა უნდა გამოვარდი მანქანიდან და ყველანი დაიშალნენ. მოდიახ ბიჭო, თვითონ სადაც? სახელმწიფო მეძავების პრობლემის გადაჭრა რამდენჯერმე ძირითადად ძალოვანი მეთოდებით სცადა. ჩატარდა არაერთი ტელესპეცოპერაცია და აკავეს სუტინი ორებიც, მაგრამ დღეს რამდენიმე წლის წინ სპეცრაზმის მიერ დალუქულ საროსკიპოებში სხეულით ვაჭრობა კვლავ გრძელდება. სხეულით მოვაჭრეების ნაწილი მძიმე ავადმყოფია. სხვადასხვა სახის ვენერიულ დაავადებებთან ერთად არის ტუბერკულოზის და შიდსის შემთხვევებიც. ყოველი 100 მეძავიდან პოტენციურად ბათუმში 1 სააკშიცი, ხოლო თბილისში 2 სააკ. ხოლო ყველა შიციან შორის რამდენია მეძავი? დაახლოებით ყველა შიცით ინფიცირებულ შორის, როგორც გითხარით, 34% მოდის გასობრივი გზით გადაცემაზე და კონკრეტულად კომერციულ სექს მუშაკების რიცხვი აი ამ ყველა შიცით ავტობებში დაახლოებით არის 4%. ცენტრ თანადგომაში დაავადებულ მეძავებს პერიოდულად სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ცენტრი სექს მუშაკებს უფასო დახმარებასა და რეაბილიტაციაში თანადგომას თავაზობს. როდესაც ნახულობ ადამიანებს უხსნით, როგორ უნდა დაიცვან თავი, დაავადებების განსხვავებით როგორ უნდა დაიცვან, რა ნიშნები აქვს, თუ რაღაცაში ამჩნევენ დროზე ექიმს მიმართონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს ისევე მნიშვნელოვანი არის, როგორც ტესტირება. პროსტიტუცია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არალეგალურია. ამ არალეგალური ბიზნესით კი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ყოველწლიურად 800,000-მდე ქალი და ბავშვი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი და 21 საუკუნის მონა. 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ წასული ქალბატონების ნაწილი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და იძულებით ჩაება პროსტიტუციაში. ახლა გეთავაზობთ ორი რესპონდენტის განსხვავებულ მოსაზრებებს. ერთი ემხრობა პროსტიტუციის ლეგალიზებას, მეორე კი წინააღმდეგია. სექსუალური ჯანმრთელობის შედარჩუნების თვალსაზრისით გაცილებით უფრო ეფექტურია პროფესიონალი მეძავის მომსახურება ბორდელში, ვიდრე შემთხვევითი მეძავის ასე ვთქვათ, თავისი ინდივიდუალისტური, ასე ვთქვათ, მიდგომა ინტერნეტის ან აი ქუჩაში, ან აი რაღაც საუნაში, ასე ვთქვათ, მომსახურებობით. გამიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ აი არსებობს სექსუალური რეაბილიტაციის დროს, როდესაც პრობლემები არის, ხო, მასტერს და ჯონსონს აღწერილებს ეს კორიფეები სექსოპათოლოგიის, აღწერილი აქვთ სიტუაცია, როდესაც ექიმი პაციენტი და აბსოლუტ სექს თერაპევტი, ასე ვთქვათ, რომლის როლს დაწყობრივ მეძავი აკეთებს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ექიმი ეუბნება. აი დღეს სექსოპათოლოგები მოკლებულები არიან ამ საშუალებას, რომ აი ეს დაიქირავათ მეძავი, რომელიცაც შეუძლია დაეხმაროს პაციენტის სექსუალურ რეაბილიტაციაში. რომ იყოს ოფიციალური ლეგალური ბორდელები, ხო? მაშინ ყოველთვის არსებობს საშუალება გარკვეული ტიპის პაციენტებს ექიმის რეკომენდაციები გაუდიდარე ის ქცევა მიიღოს მეძავისგან, რომელიც გაცილებით უფრო ასწრაფებს და ეფექტურს ხდის მის სექსუალურ ჯანმრთელობას. ეს არის ქალის კიდევ ერთი დაკნინება და დაკანონება იმის, რომ ის ქალის ისედაც დაბალი სტატუსი გამყარდეს იმით, რომ ეს გავხადოთ ერთ-ერთ ფორმად ქალის შემოსავლის. აი ამიტომ ლეგალური არ უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ისჯებოდეს ქალი პროსტიტუტი. უნდა ისჯებოდეს მამაკაცი. აი მე ვეთანხმები შვედურ მოდელს, რომლის თანახმადაც მამაკაცი ისჯება ესეთ შემთხვევაში. იმიტომ რომ პროსტიტუციის დაკანონება გულისხმობს იმას, რომ დავაკანონოთ ის, რომ ქალის შემოსავლის ფორმა არის სხეულით ვაჭრობა, დასაშვებია. რაც კიდევ უფრო გაამყარებს აი იმ სტერეოტიპს და იმ დამოკიდებულებას ქალისადმი, როგორც ობიექტისადმი სხვისი სექსუალური ლტოლვების.
პროსტიტუცია სხვადასხვა ფორმით მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანაშია ლეგალიზებული. ძირითადად ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე. ახლა მონიტორზე თქვენ ხედავთ რუკას. მწვანე ფერით მონიშნულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ის სახელმწიფოები, სადაც პროსტიტუცია აბსოლუტურად ლეგალიზებულია. ლურჯი ფერით კი ნაჩვენებია ქვეყნები, სადაც სხეულით ვაჭრობა ლეგალიზებულია, მაგრამ იგრძალება ორგანიზებული პროსტიტუცია და საროსკიპოების მოწყობა. წითელი ფერით კი ის სახელმწიფოებია ნაჩვენები, სადაც პროსტიტუცია აკრძალულია. ამ სიაში მოხვდა პოსტსაბჭოთა ქვეყნები. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, აკრძალვა ეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით მეძავების ყველაზე დიდ ექსპორტს ეწევიან. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ორიოდი ამბავი პროსტიტუციასთან დაკავშირებით. მსოფლიო ჩემპიონატის მიწურულს ტურისტების სიმრავლის ფონზე სამხრეთ აფრიკელებმა პროსტიტუციის ლეგალიზებაზე დაიწყეს მსჯელობა. სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრის ჯორჯ ლეკეზოს განცხადებით, პროსტიტუციის ლეგალიზება მუნდიალს უფრო წარმატებულს გახდის. მისივე თქმით, ამ ჩემპიონატზე ძალიან ბევრი ქალი გააუპატიურეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ხალხმა არ იცის ქალებთან ურთიერთობა. ლეკეზოს ეს იდეა ბევრმა მოიწონა, რადგან ფეხბურთის ფანებისთვის ალკოჰოლი და სექსი უცხო არ არის და მათ ცხოვრებაში დიდ ნაწილს იკავებს. პროსტიტუციის ლეგალიზება კი მისი აზრით ფეხბურთის ფანების ჯანმრთელობას უფრო უსაფრთხოს გახდის. ახლა კი შედარებით ძველი ამბავი. რუსეთში იმპერატრიცა ეკატერინე მეორე მიხვდა, რომ პროსტიტუცია სარფიანი იქნებოდა და გადასახადი დააწესა. ნიკოლოზ პირველის დროს კი პეტერბურგსა და მოსკოვში უამრავი საროსკიპო გაიხსნა. განსაკუთრებული ყურადღება ამ სახლებში მომუშავე ქალბატონებს ეთმობოდათ. მათ პასპორტი პოლიციაში ჰქონდათ ჩაბარებული, სამაგიეროდ ყვითელი ბარათი ეძლეოდათ და მკაცრ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ. მათი მოვალეობა იყო რეგულარულად ექიმთან და აბანოში ეზრუნათ საკუთარ და კლიენტის ჯანმრთელობაზე. გაფრთხილებოდნენ რეპუტაციას. ეს ბარიშნები ბევრი პრივილეგიით სარგებლობდნენ. ისინი არ იყვნენ დაჩაგრული, მათთვის სპეციალური საავადმყოფოც კი გაიხსნა, სადაც უფასოდ მკურნალობდნენ. ამ საავადმყოფოს მფარველი და მფლობელი რუსული პოლიტიკური ელიტა იყო. რა ხდება პროსტიტუციის კუთხით სხვა სახელმწიფოებში? შედარება საქართველოსთან. წარმოიდგინეთ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ვარდისფერი ბულვარი, როგორც ამსტერდამში ან ბრიუსელში. რატომ გადაწყვიტეს ზოგიერთ სახელმწიფოში არალეგალური ბიზნესი ლეგალურად ექციათ? რეპორტაჟის მეორე ნაწილი. უძველესი პროფესიის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იბეგრებოდნენ. რომის იმპერიის საროსკიპოებში კი ძირითადად მონებად წამოყვანილ ქალებს ამუშავებდნენ. ნიდერლანდებში პროსტიტუცია შუა საუკუნეებიდანაა ლეგალიზებული. ჰოლანდიელებმა ლეგალიზება იმ მიზეზით გადაწყვიტეს, რომ დაეცვათ ჰოლანდიის მოქალაქე ქალები გაუპატიურებისგან. პროსტიტუცია დაუშვეს, მაგრამ მეძავებს ჩამოერთვათ ქორწინების უფლება. შუა საუკუნეებში ჰოლანდიაში საროსკიპოები ქალაქის გალავნის მიღმა იყო. 1413 წლიდან კი ამსტერდამში პირველი ლეგალური საროსკიპო გაიხსნა. მეძავები და საროსკიპოები ყველა ეპოქასა და ყველა ქვეყანაში არსებობდა და დღესაც ასეა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მე-20 და 21 საუკუნეებში პროსტიტუციის ლეგალიზება მოხდა. არის სახელმწიფოები, სადაც პროსტიტუცია აკრძალულია და კანონი არა მხოლოდ მეძავს, არამედ კლიენტსაც კი სჯის. შინდის პრადაის მონიშნული სახელმწიფოები, სადაც არის არალეგალური პროსტიტუცია, აქვე აღნიშნავ, რომ როდესაც საუბრობთ ასეთ ქვეყნებზე, იქ არის მიდგომა ეგრეთ წოდებული აბოლიციონისტური. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა პროსტიტუტი, არამედ კლიენტი. სექს ინდუსტრიაში ხშირად არასრულწლოვანები არიან ჩაბმული. ასეთი ქმედება კანონით ყველა ქვეყანაში უმკაცრესად ისჯება. არის შემთხვევები, როცა არასრულწლოვანებს თავად მათი მშობლები იძულებით ამუშავებენ მეძავებად. ცალკე დიდი სეგმენტია ინტერნეტ სექს ინდუსტრია. ინტერნეტ სივრცეში სექს მუშაკები კლიენტებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობენ. პირობები საიტზევე წერია. ხშირ შემთხვევაში ფოტო ნამდვილი არ არის. მარტო ერთ სოციალურ საიტზე ასეთი 360 ანკეტა მოიძებნა. ჩვენც ავკრიფეთ ნომრები და მათ გავესაუბრეთ. ალო. ალო. ბატონო. გამარჯობა. გამარჯობათ. ეს ტელეფონი ნახე ინტერნეტში. გისმენთ? რა ჯდება 1 საათი? 1 საათი ჩემი ბინით 100 ლარი. 100 ლარი? მომსახურებაში რა შედის? ყველაფერი, მაგრამ თავდაცვით. აჰა. რომელ საათზე? თქვენი დრო მითხარით. საღამოს ესე 10 საათზე?
კი ბატონო, არ არის პრობლემა. ბატონო? ალო. შენ განცხადება ვნახე საიტზე. ხო. ტელეფონი და ფოტო. ხო, ხემი, კარგი. პირობები მაინტერესებს. პირობები წერია 70 ლარი და გიჭდება 2 საათი. სასტუმროიანად. სასტუმრო მე შევარჩიო თუ შენ შევარჩიო? არა, მე ჩემს სასტუმრო მაქვს ჩემი ნომერი, სადაც მუშაობ მე. ხო, საღამო იქ დავდივარ. ჩემი მაშინ არ წამოხო, ხო, თქვა? სასტუმროში? სასტუმრო ან სახლი ან რაღაცა გითი? არა, სახლში არა. მეძავი საქართველოში ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ამ ფაქტს ჩვენი რესპონდენტიც ადასტურებს. თამარს კლიენტები ახლა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებიან, რადგან ქუჩაში დგომის მწარე გამოცდილება აქვს. ჩემ პარალელური კლასელი იყო ერთი გოგო და იმან მითხრა რომ მე წაგიყვანო და მე მაქვს რა მაყუთის შოვნის პონტიო და წავყევი ესე პირველად. თავიდან მაგარი ძიშოვი პონტში ვიყავით რაღაცა ვიღაცა ტიპები მოდიოდნენ პირველად რაღაცა გამიტყდა სავი თვითონ, მაგრამ ნუ რა სიზამე ხარ, ეგეთი რამეა რა, როცა არა გაქვს სხვა არაფრის ტრაგი, რა შეგიძლია ეს ნაკეთო. და მე ნელ-ნელა ნუ იქიდან გადავედით რაღაცა სხვა უბანში ვიდექით, აღარ მახსოვსად იყო სოლაში. რაღაც ვიყავით, რა ვიცი, იმდენი იყვნენ უკვე ვეღარც ვიტყვი და ერთმა მეგობარმა მითხრა რომ რაღაცა ინტერნეტში შენ ნომერს დადებო და ვიღაცები დაგირეკავენო კლიენტებიო რა. და ვიფიქრე რომ მოდი მეთქი ვწდი რა ვიცი ხა ხო ის რაღაცა ყოფნა მექნა შემეცვალა, იმიტომ რომ ეგრეთ აღარ შემეძლო, ნუ რაც არ უნდა იყოს ესეთი პონტი არ აქვს, ცემენ და გირყავენ რაღაცა შეურაცხყოფელია მაინც. დავდექი და დავდე ეს ჩემი ნომერი და ეხლა ჩვეულებრივ როგორ არის იცი რომ მე თვითონ ვისაც ვინც მომიდება დამირეკავს იმას ვეთქვი მის სამართლს და ჩვეულებრივ შევხვდებით რა ესე. ესე ბევრად აცული ვარ და ბევრად უფრო რაღაცა ესთია რა. მე თვითონ ვარჩევ ჩემ კლიენტს. და ახლა ჩვენ საუბარს განვაგრძობ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი თია გოგოტიშვილი, რომელსაც მივესალმები და დიდ მადლობას გადავხდი გადაცემაში მობრძანებისთვის. გამარჯობა. რა არგუმენტი არსებობს ერთ მხარეს, რომელიც ამბობს, რომ უნდა იყოს ლეგალიზებული საქართველოში პროსტიტუცია და რა არგუმენტებია, ესეთი მყარი არგუმენტები, რომელსაც თქვენ იზიარებთ ან არ იზიარებთ, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდა იყოს ლეგალიზებული. თუ ჩვენ ადამიანს უნდა მიუდგეთ მისი კერძო ინდივიდუალობის გათვალისწინებით და ყველა ადამიანი ფასეულია სწორედ მისი განუმეორებლობით, ასევე ერიც და ამგაგებით ქვეყნის საზოგადოებაც თავისი მნიშვნელოვნებით ფასობს სწორედ თავისი დამახასიათებელი თვისებებით და თუ ეს ფასეულობები წაიშალა და გარკვეული ერი გახდა ისეთივე უსახური, ანუ გახდა უსახური დაემსგავსა ყველა დანარჩენ სხვას ან ერთ-ერთ სხვა თაგანს, მაშინ ის დაკარგავს თავის სახეს, ისევე როგორც ადამიანი კარგავს სახეს თავისი ინდივიდუალობის დაკარგვის შემთხვევაში. გავატონ თეა, აი მაგალითად, ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს ხო ჩვენ და ჩდება ძალიან ბუნებრივი შეკითხვა. მაგალითად, აბსოლუტურად ლეგალიზებულია ჰოლანდიაში, ბელგიაში. რატომ არ შეიძლება იყოს ანალოგიური, აი დღეს 21 საუკუნეში, ანუ ისტორიული წარსულის გაუთვალისწინებლად არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ჩვენ ნებისმიერი ადამიანი ვართ, ჩვენი გამოცდილების მატარებელი და აწმყოში განვიხილებით, როგორც ის თუ რა გამოცდილებას ვატარებთ ჩვენ დღევანდელ დღემდე. ამ გაგებით, ამ კონტექსტში დღევანდელ დღეს რომ დაუშვათ ჩვენ მაგალითად და შემოვიტანოთ ლეგალიზება გავაკეთოთ აი ამ საკითხის, ხო? თქვენ წარმოგიდგენიათ, თქვათ, რამდენი მოზარდი ან რამდენი თქვათ ქალბატონი, რომელიც დღევანდელ დღეს იმყოფება ნამდვილად სექსუალური ექსპლუატაციის მდგომარეობაში, რამდენი ჩაერთვება ამ ყველაფერში. იმიტომ რომ ჩვენი სოციალური მდგომარეობა დღეს არის იმგვარი, რომ ძალიან ბევრი თავისი ლუკმაპურის შოვნისათვის, თუ კი ეს ნებადართული და ამ გაგებით წაქეზებული იქნება, ძალიან ბევრი აღმოჩნდება ამ მდგომარეობაში, არა იმიტომ რომ ეს მათი შეგნებული პიროვნული არჩევანია, არა იმიტომ რომ ისინი თავისი შეგნებული გადაწყვეტილებით სწავლენ, არამედ ბევრი იძულებით აღმოჩნდება. მაგრამ აი ქალბატონ თეა, ფაქტი ის არის, რომ რაღაც საკითხებს, თქვათ, აკრძალვა ვერ შველის ხოლმე, ხო? თავისთავად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ოფიციალურად პროსტიტუცია არის აკრძალული, არ არის ლეგალიზებული, მოდი ასე ვთქვათ. ჩვენ აი სიუჟეტებშიც იყო, რომ პროსტიტუცია არსებობს საქართველოში და ეს არის ბიზნესი, ოღონდ არის არალეგალური ბიზნესი და აი რაც შეეხება მოზარდებსაც, მათ შორის მოზარდებსაც საროსკიპოებში საკმაოდ თავისუფლად შეუძლიათ შესვლა, როგორც ჩვენმა ჟურნალისტმა გაარკვია. ანუ აკრძალვა ამ შემთხვევაში ცვლის თუ არა რეალურად რამეს ბიზნესი რჩება ბიზნესი. მე პირდაპირ მინდა მოგახსენოთ, რა თქმა უნდა, აკრძალვა უკვე გარკვეულ აქცენტებს აკეთებს ამა თუ იმ საკითხზე და ფოკუსში მოაქცევს ასაკრძალ თემას. ეს უნდა იყოს მართვადი, არ უნდა იყოს ასე ვთქვათ, იატაკქვეშა ბიზნესის თემა. მართვადი უნდა იყოს გარკვეული, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, მე ვიცი თანადგომა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ამ კონტინგენტთან და უნდა იყოს მართვადი იმ გაგებით, რომ მათი სამედიცინო შემოწმება, მომსახურება, მათი ასე ვთქვათ, მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ პულსზე ხელის ქონა არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, რომ ამან საზიანო შედეგი არ მოიტანოს. ამის აღიარება, რომ ეს ჩვენი პრობლემა არის, რომ ეს რეალობაა, აუცილებლად ამაზე თვალის დახუჭა და აქედან გაქცევა იქნებოდა ძალიან უმართებულო თავისთავად და უკუშედეგის ანუ სახელმწიფოს რა როლი უნდა კონდეს ამ ყველაფერში? ის აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, როდესაც ვთქვათ, რაღაც პასუხისმგებლობას არასამთავრობო სექტორი აიღებს, სახელმწიფო ამ შემთხვევაში როგორ აკონტროლებს, ვთქვათ, პროსტიტუციის თუნდაც არალეგალურ ბიზნესის უბრალოდ თვალს ხუჭავს? სახელმწიფომაც ალბათ უნდა გააქტიუროს ისეთი სერვისები, რომლებიც ამ ადამიანების სამედიცინო ფსიქოლოგიურ მომსახურებას უზრუნველყოფს და ჩვენ უფრო მეტად უნდა ვილაპარაკოთ ალბათ პროსტიტუციის პრევენციაზე, ვიდრე აკრძალვა დაშვებაზე. სკოლებში უნდა მოხდეს სწავლება იმისა, რომ რა უკუშედეგი მოყვება საკუთარი სხეულით ვაჭრობას, რა საშინელი შედეგების მომტანი არის, როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ დონეზე ასეთი საქმიანობა და პრევენცია ამ გაგებით არის სწორედაც პრობლემის აღკვეთის საუკეთესო საშუალება. ამაზე ცივილიზებული ქვეყნები დიდი ხანია შეთანხმებულები არიან და ნებისმიერი ვთქვათ, არასასურველი ასოციალური ქცევის პრევენციაში გაცილებით მეტი ფინანსური ინვესტირება ხდება, ვიდრე რეაბილიტაციის მიმართულებით. აი, რამდენად საკმარისი იქნება, ვთქვათ, აი, რაზეც თქვენ საუბრობდით, ვთქვათ, არასამთავრობო სექტორი ჩაერთო, რაღაც დონით, ვთქვათ, სახელმწიფო ჩაერთო. აი, ეს ყველაფერი რამდენად იქნება საკმარისი არალეგალური პროსტიტუციის შემთხვევაში, რომ მაგალითად არ იმატოს ვენერიულმა დაავადებებმა ადამიანებს შორის, ხო, სწორედ ამ პროსტიტუციის შედეგად. იცით რა, თუ ეს არა სტიმულირებული, არა ნებადართული, არა წაქეზებული, არამედ კონტროლირებადი გახდა. აი, მე მინდა ამ სიტყვას გაუსვა ხაზი. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს, ვთქვათ, აქტივობა იმ მიმართულებით, რომ გარკვეულ ფოკუსში მოექცნენ ეს ადამიანები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები და მაქსიმალური კონტროლის ქვეშ იყვნენ აყვანილი და შეთავაზებული იყოს, ვთქვათ, როგორც სამედიცინო, ასევე ფსიქოლოგიური სერვისები, მათი, ასე ვთქვათ, ზიანის შემცირების თვალსაზრისით. აი, კონტროლი ახსენეთ, ვთქვათ, რაღაც სიტუაციების, მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, აქ კეთდება ძალიან დიდი ფული. აი, ამ ფულის კონტროლი მაშინ, როდესაც არალეგალურია ბიზნესი, ანუ გამოდის, რომ უკონტროლო ფული არის ქვეყანაში, რომლის შედეგადაც გადასახადების შედეგად ბიუჯეტში არ შედის ფული. მოდით იცით, როგორ ვიტყოდე ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოში ძალიან ბევრი კანონია მიღებული, რომელიც არ მოქმედებს. ეს თვითონ პარლამენტარები აღიარებენ ამას. ზუსტადაც ეს აღვნიშნე მე, როდესაც ვახსენე ის, რომ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერის ფსიქოლოგიურ, სოციალური მდგომარეობა არ არის ადეკვატური იმისა, რაც შეიძლება სხვა ქვეყნებში იყოს, განვითარებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ქვეყნებში. ჩვენ განვითარებად ეტაპზე ვართ ამ გაგებით და თუნდაც ჩვენ
მოდით დაუშვათ ესეთი ვარიანტი, მივიღეთ კანონი, რომელიც ლეგალიზებაზე იქნება მიმართული. სად არის გარანტია, რომ არ იქნება იგივე გადასახადებიდან თავის აცილება? ჩვენ მრავალი შემთხვევა ვიცით, გინდათ სამედიცინო სფეროში, მაგალითად საბჭოურ პერიოდში, როდესაც აბორტი აბსოლუტურად თავისუფლად კეთდებოდა ნებისმიერ სამშობიაროში, ძალიან კარგად ვიცით ყველამ, ვისაც მოგვიწია ამ პერიოდში ცხოვრება, რომ ძალიან ბევრი ექიმის სახლში კერძო პრაქტიკას ეწეოდა და ამ გაგებით მრავალი ადამიანის ქალის ჯანმრთელობა შეეწირა ამ მიმართულებაზე. მე მინდა გითხოთ თქვენ როდესაც ჩვენ ვამზადებდით ამ გადაცემას, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ გაგვიჭირდა, ასე ვთქვათ, საქართველოში ერთი ინფორმაციის მოძიებას და ინფორმაციის მოძიება იმ ორგანიზაციების შესახებ, რომელიც მუშაობენ ამ საკითხზე, თითზე ჩამოსათვლელია. მართლაც აი რაღაცნაირად დახშულია შეიძლება ითქვას ეს სფერო და რითი ახსნით თქვენ ამას? ელემენტარულად ფსიქოლოგიურ კვლევაში ჩართული ადამიანი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ გახსნილას თქვას, რომ ის იკვლევს ამა თუ იმ პრობლემას და თქვენ წარმოგიდგენიათ, ვის უნდა უხაროდეს ამ გაგებით გამომჟღავნება და ოფიციალურად გამჭვირვალობა იმისა, რომ ის ეწევა საკუთარი სხეულით ვაჭრობას. ამიტომ ეს არის ძალიან კონფიდენციალური, ძალიან დაფარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა რეალურად დადგეს. ფაქტობრივად შეიძლება რევოლუციის ტოლფასი ქმედებები მოყვეს ამას ყველაფერს ჩვენ საზოგადოებაში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, ცვლილება, ინოვაცია არ იყოს მატრავმირებელი, არ იყოს, ვთქვათ, ისე მტკივნეულად აღქმული, რომელიც დამატებით სტრესებს და ტრავმებს განაპირობებს ჩვენი მოსახლეობას. გასაგებია. მე კიდევ ერთხელ გადაგიხდით დიდ მადლობა საინტერესო საუბრისთვის და შეგახსენებთ მაყურებლებს, ჩვენი სტუმარი იყო თია გოგოტიშვილი, ფსიქოლოგი. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. მადლობთ ყურადღებისთვის.